საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის აღორძინების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მან შეხვედრაზე საქართველოს რუსეთთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ახალგაზრდები 140 დღის განმავლობაში ქუჩებში ევროპულ მომავალს იცავენ. ზურაბიშვილი პარტიის წინაშე სიტყვით 6 აპრილს გამოვიდა. მეხუთე პრეზიდენტმა საფრანგეთს დემოკრატიისთვის ბრძოლაში მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ დაკარგავს. ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. D'entendre la voix de l'Ukraine. ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისკენ, ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი 1 წლის წინ მიანიჭა. 1 წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭუროს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა. შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ. ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება მორალური, პოლიტიკური, სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედის წერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მას ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა.